6 წლიდან მქონდა გადაწყვეტილი, რომ ფსიქოლოგიაზე უნდა ჩამებარებინა. ინტერნეტ და კომპიუტერი რომ მქონდა და ამათ სარეგისტრაციო ფორმას ვერ შევავსებდი. რისი კეთებაც არასდროს არ მოგბეზრდება, აი ესეთი პროფესია უნდა აირჩიო. მე ვარ ფატი, 19 წლის, სოფელი ქურტიოდან, ამჟამად ვსწავლობ ბათუმში ფსიქოლოგიის მეორე კურსზე. სკოლაში კი ვიყავი აქტიური და მუდმივად რაღაცა ოლიმპიადებში ვიყავი ჩართული, მაგრამ იმდენად აქტიური არა და ვერა, როგორც ახლა აქ ვარ, იმიტომ რომ იქ მაინც სოფელი არის და იმდენად დიდი შესაძლებლობა არ არის. აქ უფრო მეტი სივრცე არის, უფრო მეტი იდეების განხორციელების წყარო არის, მოლოდინებიც მეტი მაქვს, იდეებიც მეტი მაქვს. დამატებით აქტივობებში ვარ ჩართული როგორც უნივერსიტეტის შიდა, ასევე უნივერსიტეტის გარე აქტივობებში. ფსიქოკლუბში პირველივე კურსიდან პირველივე სემესტრში გავწევრიანდი. ყინულის ცენტრში მუშაობდი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან. მანამდე პანდემიის პერიოდი იყო და ონლაინ სწავლება იყო, ვერ ვერთვებოდი გაკვეთილებზე, მე რო კომპიუტერი და ინტერნეტი დამიგეს. მეტად ფოკუსირებული ვიყავი იმაზე, რომ ფსიქოლოგიაზე ჩამებარებინა. რეალურად მასალები არის ონლაინ უნივერსიტეტში და წიგნები არის ბიბლიოთეკაში. ანუ წიგნები არის ძალიან ცოტა და გადაინსუფლება არ გვაქვს. მხოლოდ უნივერსიტეტში უნდა ვიკითხოთ. უნივერსიტეტში მთელი დღე ვერ იქნები. აქედან გამომდინარე, სახლში კომპიუტერს და ინტერნეტს ვიყენებ სალექციო მასალების მომზადებაში, დავალებების შესრულებაში, რასაც ლექტორები გვაწვდიან და გვაძლევენ. ამას პლუს ჩემი და რომელიც არის ჯერ 4 კლასში, ინგლისურში არის ძალიან კარგი, სხვა საგნებში არის ძალიან კარგი და ინტერნეტი და კომპიუტერი ეხმარება იმაში, რომ უფრო მეტად დახვეწოს. სტიპენდიატი ვარ ამერიკული კომპანია McGeorgia's. ჩემი სწავლის საფასური, სტიპენდია, ინგლისურის გაკვეთილებსაც გვიფინანსებენ. ინტერნეტ და კომპიუტერი რომ მქონდა და ამათ ვერც სარეგისტრაციო ფორმას ვერ შევავსებდი. როდესაც ვიღაცა მეუბნება რომ არ იცის რაზე ჩააბაროს, ჩემი პირადი რჩევა, რითაც მე თვითონ ხელმძღვანელი არის ის, რომ რისი კეთებაც არასდროს არ მოგბეზრდება, აი ესეთი პროფესია უნდა აირჩიო. დაანებე თავი რამდენად შემოსავლიანია, ეგენი ყველაფერი დააყენე მეორე საფეხურზე, ვინც რაც გირჩევს, მოусმინე, მაგრამ ეგენის დააყენე ყველა მეორე საფეხურზე, იმიტომ რომ მეც ბევრი მირჩევდა სხვადასხვა პროფესიას. რადგან მე აი ამ ასე ძლიერ მინდოდა ფსიქოლოგია, ყველას რჩევა მოვისმინე, მაგრამ გათვალისწინებით მხოლოდ ის გავითვალისწინე, რაც ჩემი გული მეუბნებოდა. ამ თამაში ხშირად ერთობით ხოლმე? კი.